ეს არის ფლამინგო, უკრაინული შორმანძილზე მოქმედი ფრთოსანი რაკეტა. რაკეტის კადრების გადაღების შესაძლებლობა სააგენტო Associated Press მიეცა. როდესაც გასული წლის სექტემბერში რუსეთში არსებულ ერთ-ერთ სამხედრო ობიექტს უკრაინელებმა ეროვნული წარმოების დრონით შეუტიეს, გამოჩნდა კიევის მოტივაცია, რომ რუსეთის სიღრმეში სამხედრო ობიექტებს საკუთარი იარაღით დაარტყას. და ერთი წლის შემდეგ სამხედრო სამრეწველო კომპანია Firepoint 3000 კილომეტრ მანძილზე მფრენ სახმელეთო ბაზირების ფრთოსან რაკეტებს სერიულ წარმოებაში უშვებს. უკრაინის შეიარაღების წარმოება უდიდესი გარანტია არა მხოლოდ უკრაინის დამოუკიდებლობისთვის, არამედ ევროპის დამოუკიდებლობისთვისაც და მთელ კონტინენტზე ევროპული უსაფრთხოებისთვის. დღეს სწორედ უკრაინა ამაგრებს ამ ზღუდეს და შეიძლება ითქვას, რომ უზრუნველყოფს იმ ქვეყნების უსაფრთხოებასაც, ვინც უკრაინის უკანაა. რამდენიმე დღის წინ უკრაინულ წყაროებში გავრცელდა ვიდეო, სადაც როგორც აღნიშნული იყო, სწორედ ფრთოსანი რაკეტა ფლამინგოს გაშვების მომენტია აღბეჭდილი. უკრაინული ფრთოსანი რაკეტის მოქმედების რადიუსი 3000 კილომეტრს აღწევს, ხოლო მისი საბრძოლო ნაწილი 1050 კილოგრამია. ფრთოსანი რაკეტა აღჭურვილია ავტოპილოტით, რომელიც წინასწარ განსაზღვრული პროგრამის მიხედვით მუშაობს. ნავიგაციისთვის გამოიყენება სისტემები, რომელიც რუსული რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებისთვის მედეგია. რაკეტის დაფარვის მაქსიმალური მანძილი 3000 კილომეტრია და დადასტურებული სიზუსტე კი 14 მეტრის ფარგლებში მერყეობს. მისი მაქსიმალური სიჩქარე 900 კილომეტრის საათშია. შესაძლებელია სიჩქარის რეგულირება, თუმცა ამ მონაცემს ვერ გავამხელ. საბოლოო მუხტის ტევადობა ამჟამად 1150 კილოგრამს შეადგენს. საწყის ეტაპზე 1000 იყო, მაგრამ მოგვიანებით შევძელით და გავზარდეთ. რაკეტის მაქსიმალური ასაფრენი მასა კი 6 ტონაა. სტარტს იღებს მყარი საწვავის რაკეტული ამძრავით, შემდეგ კი მუშაობს ძრავით, რომელიც ჩვენი წარმოებისაა. მყარი საწვავის გამშვები ამჩქარებელიც მთლიანად ჩვენი დამზადებულია. უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან მალევე ქვეყნის სამხედრო წარმოება დაჩქარებული ტემპით განვითარდა. რამდენიმე დღის წინ უკრაინის სახმელეთო ძალებმა გავრცელეს ვიდეო კადრები ერთ-ერთი საწარმოდან, სადაც სახმელეთო დრონებს აწყობენ. კიევი სამხედრო ინოვაციებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ომის პირობებმა ქვეყანას საშუალება მისცა შექმნილი საბრძოლო პლატფორმები უშუალოდ ბრძოლის ველზე გამოსცადონ. და იმის გამო, რომ თავდაცვის საწარმოები რუსეთისთვის უმნიშვნელოვანესი სამიზნეებია, ბევრი მათგანი მიწისქვეშა ან სხვა ობიექტებში მალულად ფუნქციონირებს. კომპანია Firepoint არა მხოლოდ ფრთოსან რაკეტებზე მუშაობს. ამ საწარმოში ეწყობა დამრტყმელი დრონებიც. დღეში დაახლოებით 100 ერთეული და თითოეულის ღირებულება $95000. სწორედ ასეთი დრონებით ანადგურებს უკრაინა რუსეთის სიღრმეში არსებულ ნავთობ გადამამუშავებელ ქარხნებსა თუ სხვა სამხედრო ობიექტებს. FP1 დრონის საერთო ტექნიკური მახასიათებლები დიდად არ განსხვავდება ირანული შაჰედისგან. რა თქმა უნდა, კონსტრუქცია სხვაა, მაგრამ ფუნქცია იგივეა. ოდნავ უფრო მძიმე მუხტსატარებს და დარტყმის სიზუსტეც უფრო მაღალია. არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა, რომ FP1-ის შემთხვევით სამოქალაქო ინფრასტრუქტურა შეჯახებოდა. სიზუსტე და უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანია ამოცანების დაგეგმვისას. თანაც შაჰედზე 5-ჯერ იაფიხებს, რაც უკიდურესად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც მდიდარი არ არის და ფინანსურად დიდწილად პარტნიორებია დამოკიდებული. უკრაინის მთავრობა ამჟამად შიდა მწარმოებლებისგან წელიწადში დაახლოებით $10 მილიარდი შეიარაღებას იძენს. თუმცა ოფიციალური ინფორმაციით ინდუსტრიას 3-ჯერ მეტი მოცულობის შესაძლებლობა აქვს. რუსეთის სიღრმეში იერიშები კი მნიშვნელოვანია, რადგან ეს კრემლის მიერ წარმოებული საბრძოლო მოქმედებების ტემპს მნიშვნელოვნად ამცირებს. იტალიის ქალაქ რამინიში დააკავეს უკრაინის ის მოქალაქე, რომელიც ეჭვმიტანილია ჩრდილოეთის ნაკადის გასადენის აფეთქებაში. ამის შესახებ საუბრობს გერმანიის საგამოძიებო უწყება, რომელიც თავის მხრივ ძებნას აწარმოებდა. ფედერალური პროკურორის ოფისის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი სერჰიკა ერთ-ერთი იყო მათ შორის, ვინც 2022 წლის 26 სექტემბერს კოორდინაცია გაუწია ბალტიის ზღვაში იმ გასადენის აფეთქებას, რომელსაც რუსული გაზი გერმანიაში ჩაჰქონდა. ფაქტზე მალევე დაიწყო გამოძიება და 2 წლის წინ ცნობილი გახდა, რომ დამნაშავეები გასადენთან მოხვდნენ ერთ-ერთი იახტიდან და მას დაუმაგრეს ასაფეთქებელი მოწყობილობა. რუსეთი მომხდარში ამერიკის შეერთებულ შტატებს ადანაშაულებდა, უკრაინა კი თავის მხრივ აფეთქების ბრძანების გაცემას უარყოფდა. გერმანული მედიის ინფორმაციით, აფეთქების უკან იდგნენ პროუკრაინული ჯგუფები, რომლებიც მოქმედებდნენ დამოუკიდებლად.